მოდი გირჩევთ, რომ მოქმედი კანონი და ჩვენს მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით წაიკითხეთ. მოქმედ კანონს თუ წაიკითხავთ, პირდაპირ წერია, რომ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს შეკრების და მანიფესტაციის კანონის დარღვევისთვის. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, ანუ ინდივიდუალურად ვინც დაარღვევს კანონს, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა. თუ მაგალითად ვინმე ესვრის მოლოტოვის კოქტეილს პოლიციელს შეკრების და მანიფესტაციის დროს, შეკრების და მანიფესტაციის მონაწილე ყველა პირისკენ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ კონკრეტულ ადამიანს. ამიტომ ეხლა როდესაც გამოვხვალთ ხოლმე, ძალიან გთხოვთ, რომ დამრიგებლური ტონით საუბარს თავი დაანებოთ და თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ ხოლმე გადაწყვეტილებები და კეთილინებეთ, რომ პასუხისმგებლიანად მოიქეცით, საზოგადოებას ეცით პირველ რიგში პასუხი და ერთის რომ წაიკითხოთ, მეორეც გააგრძელებთ ხოლმე. თუ კიდევ ერთხელ მონახავთ რაიმე კანონში ისეთ გამოსავალს, რითაც დაარღვევთ და პირები რამდენიმე ათეული ადამიანი დაარღვევს ნახევარზე მეტი ადამიანის უფლებას, პირობას გაზრდოთ, რომ პირადაც მე თვითონ ვიქნები ერთ-ერთი ინიციატორი, რომ ის ხვრელიც, რომელიც კანონში იპოვეთ, ამოვსებული იყოს და ბალანსი იყოს უზრუნველყოფილი. ერთი მხრივ 21 მუხლით გათვალისწინებულ უფლებასა და მეორე მხრივ კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებების თანხმოვნად. როგორ განმარტავს ევროპის სასამართლო წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას, წინასწარი გაფრთხილების და არა ნებართვის. წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება არ შეიძლება წარმოადგენდეს ფარულ დაბრკოლებას მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებისთვის, რომელიც დაცულია კონვენციის მე-11 მუხლით. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩატარებული შეკრება უკანონოა, თუმცა ეს არ ამართლებს მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევას. წინასწარი გაფრთხილება ხელისუფლების ორგანოებს შესაძლებლობას აძლევს მინიმუმამდე დაიყვანონ ტრანსპორტის შეფერხების შემთხვევები, როცა ამგვარი საპროტესტო აქცია იმართება პიკის საათში. ამავე დროს წინასწარი გაფრთხილების შედეგად ხელისუფლების ორგანოებს ეკისრებათ უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიების გატარების ვალდებულება, რაც გულისხმობს სასწრაფო დახმარების მობილიზებას დემონსტრაციის ჩატარების ადგილას. ეს არის ის მიზანი, რასაც ემსახურება ხელისუფლების გაფრთხილების ვალდებულება აქციის ჩატარების თაობაზე და არა პირიქით.